იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. მოთამაშეს ტომატოა. მიდი მესამეში ჩამისვი ერთხელ. აუ ბატონო ოთხლარიანებია ერთი დამისვი შენ რა გინდა? ისევ თამაშობ? არა, ხო, რა გინდა მითხარი? ბატონო ის ინვენტარი რო წაიღეთ, რა ვიცი, პაციენტის კამი, ყველაფერი საწმენდი, კბილის რო წაიღეთ ისინი, შევაკეთებ და მოვიტანო. როდის იქნება მზად, როდის მოიტანენ? აი ესა. ერთი ყავა მომიტუხე და გეხვეწები რა. დავატირე. ბოლოში რო დაგესო ერთი ხო შეიძლებოდა ბიჭო. ერთხელ ხო შეიძლებოდა ბოლოში რო დაგესო 4 ლარიან სპინზე, რა მოხდა ბატონო ვაჟა? არაფერი, ანუ ისეთი უბრალოდ იმპლანტების ფული წავაგე ყველა, თუ ვინმე ბოლოს მყავდა, ყველას იმპლანტის ფული წავაგე რა. რა? ხო რა და არაფერია შეიძლება ხა გაშვებული მაქვს ყველა ბოლომდე და რამე. და რა უნდა ვქნათ ხა პაციენტებს რა უთხრათ? პაციენტებს უთხრა და არაფერი, გადი და მიულოციანი. მიულოცო რა, მისამოცი რა. 15 ლარს გადავრიცხა ბოლო მაქვს რა დარჩენილი. არაფერი, რა უნდა ვუხსნა? მისამოცი რა არის ბატონო ვაჟა. მიულოცი, ახლა წარმოიდგინე მე რო გულის იმპლანტებს ვაკეთებდი, ხო? ხო, მე. ხოთან მოგიდგენია რა დღეში იქნებოდნენ ისინი. მაგრამ ახლა კბილის იმპლანტებს ვაკეთებ, ხო? უკბილო ადამიანები არსებობენ, მაგრამ უგულო ადამიანები ვერ იარსებებენ. ასე რომ მიულოცე რომ კიდევ კარგით და გულის იმპლანტებს არ იკეთებ. უგულო ადამიანებიც არსებობენ ბატონო ვაჟა რა. სად გინახია უგულო ადამიანი, სად რა? მე რამდენიც გინდათ ჩემი ყოფილი ქმარი მაგალითად. ანი მომიყვანე შენი ყოფილი ქმარი. ოქროს კბილები თუ აქვს დავაძებ და დაგიჩოგებ და ადი პაპატი ყვეწები. გეტყვის და ეგ იქნება რა. რამე მოვიფიქროთ ბატონო ვაჟა რა. არაფერს მოფიქრება, ამიტომ ყავა მომიდუღებთ. მოგიდუღებთ, მაგრამ ის სტერილიზაციის აპარატი მაინც არ წაგეღოთ, რა მოგივიდო. გავადავებ, შედალოცვილო და ორი გვექნება ეგ აპარატი, ხო შეიძლება? და სტერილიზაცია მე და რაც გინდა ის ქენი. სულ ეგრე ამბობთ ბატონო ვაჟა რა. 75 მეტრიან ზაგერ დავაყენებ დაბალაინზე, დაუწევ და ეგ არის, всё. ისე რა კარგი კაცია ეს ვაჟა ექიმია რა. ძალიან მომწონს. როგორი ყურადღებიანია, როგორი. იცით რა გააკეთა მაგან? და თლიანი კაბინების ფული ერთად გამომართვა. მითხა გავადავებო. არ ვიცი ხა გადავება რა არის. მაგრამ იქნება რაღაცა ისეთი ახალი იმპლანტები იქნება ჩემი ახლით ხა. ხედავთ რა გაზნულავს ვაჟა ექიმი. ძალიან მომწონს მე. ერთი მაწყი შენი დედამო. ერთი მაწყი ჯიდე. მაწყიო და დამაწყი. მის მაწყისა რაღაცა ჯანდაბა რა ქვია იმას რო თამაშობენ. სლოტები სლუშტება. სლოტები. აცინცა გინებდა ეხლა მაწყები და ტკბილები აჭამო და არის მითამაშ. როგორი ყურადღება ვაჟა ექიმია. აბა წარმატებები. ძალიან მომწონს. დავაძო ვაჟა ექიმო. ბოდიში დია. გახსოვთ? მახსოვ ხარ? მოდი მეგობარო მოდი დაჯექი ეგ. ერთი წამი ავტომატურზე დავაყენებ 4 მეანს 4 ლარიანი დავიდა. აბა გამიღებიდი გენაცვალე. ოხო რა ფრისპინებია ბიჭო, ყოჩა. ანუ არა ისა რა, ანუ რაკბილების დარჩა იდეალური მოვლილია თქო, მაგას ვიძახი რა. ხო, მოკლედ შენთან მაქვს ერთი ესეთი ბოდიში ერთი წამი. აკეთაში რა დაგისვა, შენ დავსვინო, ხო შეიძლება. მოკლედ ალტერნატივას გთავაზობ, ესეთი რაღაცა რომ აი, ალტერნატივა მე არ მინდა, მე მინდა კბილები. ხო, უბრალოდ რას გეუბნები, რომ ნუ მეჩლიფინები, გეხვეწები, რომ ნუ მეჩლიფინები როცა ვსაუბრობ. ესეთ რაღაცას გეუბნები უბრალოდ რომ. აი ეს ცარიელი გამოკრიალებული ხახა რო გააქ ახლა შენ, ფრანგული ჭერი ხო არ გავჭიმოთქო ზემოთ რა, მაგის თქმა მინდოდა რა. გული კბილი ჩადაგიწოვებია ზევით, რაზე ჭიმავ მაგ ფრანგულ ჭერს. არ არის პრობლემა, კაცო, მაგ პრობლემა თავარი ახლა შენ ზედაღრძილები მოგიშუშტეს. გაიგე და რომ მოგიშუშტება მოდი ჩემ. ანუ რძილები რომ მოგიშუშტება, ეგრე მოვიდე? ხო, რძილები რომ მოგიშუშტება და კარკპალასაზე ვიქნები, შეგიძლია მოხვიდე რა. აგით რა. ხო. ერთი კვირა საჭმელი არ მიწამია. ნუ ადამიანო, გეხვეწები, თუ რამე პრობლემა შეგექნება, მაგ რძილები რომ მოგიშუშტება თეთრი მარკერით, დროებით კბილებს მიგახატავ და არ არის პრობლემა რა. დაძვიდა მიხატული კბილები, ნარგული კბილები და ვერ საჭმელი. ხო შეგიძლია შედალოჩო. გეხვეწები, მოგძანდით რა ის რა ქვია, თანაცალია თან. მოდი ჩაღადავჩა ვაშლის სახეხი მაინც მოვეშო გავხეხო ვაში გასევჭავე. მოდი და შენ შემოგევლა, მოგძანდი ერთ კვირაში. ამას შეჭამ ხო? ხო, ამას შენ ვერ შეჭამ მაინც და დამნიშნულობა აქვს. აი მე პროსტარა როტი. მოგძანდი გენაცვალე. სულ ერთი წამი მაცადეთ და ყველაფერი იქნება. აი ერთი ბიჭო.
აი აქ გინდა შედალოცვი აქეთ რომ გადმოგეწია ეხა ჩვეულებრივად 450 ლარი ხო იყო დიახ ლაჟა ექიმო დიახ თქვენ მითხარით რომ ისო ზედაყბა გაითავისუფლებს სულ გავითავისუფლე ზედაყბა არა ზედაყბა არ უნდა გაგეთავისუფლებინა თქვენ უიმე არ უნდა გამეთავისუფლებინა არა ხალბატონო არ უნდა თქვენ ოქროს კბილები ქონდათ ხო ბოდიში ყველა და ნახევარი ქონდათ ხო ვისთან ამოიღეთ ოქროს კბილები დიმა ექიმთან დიმა შენი დედავატირე შენი მე რატო ვერ ამოვიღებდი მაკბილებს ბიჭო ხო ვიცი რამდენი ვალები შედალოცი ბიჭო ისეთი ოქროს ხელები ოქროსი რა ოქროზე რა მითხარი ისო თვითონ ამ დიმა ექიმს აქ ოქროს ხელები ხო უბრალოდ ოქრო რომ ესეც ისე ფრეში ვარდები ხოლმე რომ ცოტა მოუწესრიგებელი ვარ ბოდიშს გიხდით რა არა უშავს და ხაჯა ექიმო მე რა მაინტერესებს იცით ჩემი იმპლანტები ეგრე ბიჭო ერთი წოდა გესვა ხო შეგეძლო მაგის დედავატი დიახ ბოდიში ჩემი იმპლანტები როდის იქნება მზად 2 წუთი დამელოდენ გუჯა ბოდიში გუჯა მომისმინე ერთი წამი შენ 32 კბილი ხო არ გაქვს ხო არა პლატინა ხო ყველა ხო არა არა 2 ცალი კაი 2 იყოს გეხვეწები ნიკას გამოვატანე და 30 ცალს ვიშოვე სხვათა შორის გაგიმართლათ ხალბატონო 2 კბილი უკვე მზად არის 2 კბილი მზად არის და ყველაფერს გავაკეთებთ რომ ეგ 2 კბილი დაგიბრუნდეთ ჩვეულებრივად დიახ დიახ დანარჩენი ნუ დანარჩენს იცით რა არის ხალბატონო 2 კბილი საერთოდ არ აქვს ზოგ ადამიანს და თქვენ 2 კბილი გექნებათ რა ხო ხტებით ამას რამხელა შეღავათია რომ 2 კბილი გექნებათ და ესეც მოსლებილადაც აღარ იქნებით მე ცეულებიათ იქნებით დიდი ბაჟა ექიმო დამიკავშირდით აუცილებლად აგირეკავთ კაცო მე თქვენი ნომერი მიწერია თლიფინა ელისო ჩვეულებრივად გადმოგირეკავთ ბოდიში 0-ზე რომელი იყო აი ისა ბაჟა ექიმო მე 0-ზე არა ვარ მე ვარ იმპლანტები ხო ანუ 0-ზე ყოფილხართ 0 თუ არ დაждდა ისე არაფერი არ იქნება მომბძანით მაინც გადავხედავ რა ყველაფერს როგორ არის რანაირად ავტომატურზე და ავტომატურიდან ხო მაინც შეგება 4 ლარი და უსვია 4 ლარი რა თმინდა ბაჟა ექიმო უკაცრავად ჩემი კბილები როდის იქნება ბოდიში გვარი შემახსენეთ თქვენი ჩიფჩიფადე ბოდიში ჩვეულებრივი ჩივებია თუ ჩლიფინებთ არა ჩვეულებრივი ჩაიგებ ჩლიფინებ კიდევაც ხო ანუ თქვენ გიდათ რა გინდათ ბოდიში ჩემი კბილები შენი კბილები რაოდენობა 6 ცალი ეხავე გაგირკვეთ რა ალო მამიკო გენაცვალე შვილო უცბად რო 10 ლარი გადმომისვა ანგარიშზე რა დასატრიალებელი მაქვს რაღაცა კბილებზე და შევიღიშრო რამდენჯერ გირიცხავ შენ ხორხეში გილეს და გამომიცხვა 10 ლარი ხალბატონო რაღაც შეფერხება რა შეფერხება საბაჟოზე გაჩერებულა თქვენი 2 კბილი და ხო ხო იმიტომ გერმანიიდან მოდის ეგ კბილები და საბაჟოზე ეს იქნება ჩემი კბილები ეგეთ 6 კბილი მაქვს ხალბატონო 2 კბილი გააჩერეს 4 ჩვეულებრივად ჩამოვა თუ შეფერხება როდის იქნება დავიტანზე უკაცრავად ისე არ შეიძლება ჩემი კბილები ჭირდება მინდა ჩემი კბილები აუცილებლად მჭირდება თელი დღეა ხალბატონო 100 ლარის მეტი ვერ მოვაჭერდა და კბილების მაინც არის რა ხდება ხალხო ბოდიში ნუ ჩლიფინებ გეხვეწები ერთი წამი შენ რამდენი კბილი გაკლებ 11 კბილი სრულიად გათავისუფლებული მაქვს თელი ყბები თელი ყბები დაახლოებით 32 32 ბოდიში ეხლავე იღბლიანი ციფრები შეიძლება იყოს 11 32 ხო 32 და 6 რა ხდება აბიჯო დაატრიალა კარგია ერთ ციფრში დაჯექი ხო შეიძლება ეგარი 32 ია 32 ეგარი ბოლო 6 კბილი ვისი იყო მინდა ჩემი თქვენი კბილები დაждდა არა და მზად არის უკვე და ჩამოვიდა ყველაფერი ჩამოვიდა 32 გილოცო ბოდიში გეხვეწები შენი 6 კბილი ჩვეულებრივად ძალიან დიდი გადმორიცხვას გავაკეთებ უცბად ოღონდა თავისუფალი ვარ როდის ხო თქვენ მოდით 4 შაბათს და თქვენ შემდეგ კვირაში მოდით იმიტომ რომ ამისი კბილები დაждდა კი არა და ისა დამზადდა თქვენ სასაც იქით კვირაში დავამზადებთ და პროდუქტორ ბალანსზე ყველაფერი არის დიდი მადლობა იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45.
სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.